ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ გაახანგრძლივა ნებართვა რუსეთის სანქცირებული ტანკერული ნავთობის გაკიდვაზე და ფაქტობრივად კვლავ აღადგინა ეს სანქციები. აშშ-ის სანქციებმა რუსეთის ფედერაციიდან ნავთობზე კვლავ ძალაში შევიდა. ნებართვა გაცემული იყო 12 მარტს და მოქმედებდა 11 აპრილის ჩათვლით. უკვე 2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნებართვის ვადა ამოიწურა და ახალი ნებართვა ჯერ კიდევ არ გაცემული. და აი მაყურებელთა ნაწილმა უკვე მოასწრო ამოსუნთქვა და თქვეს, რომ დონალდ ტრამპი მაინც არ აძლევს ახალ შეღავათებს ვლადიმირ პუტინს. მაგრამ სამწუხაროდ, სანქციების აღდგენის შემდეგაც კი რუსეთი გააგრძელებს მილიარდების და მილიარდების შოვნას ნავთობზე. რადგან ტრამპმა სხვა უფრო საშიში პროცესი დაიწყო. სანქციების დაბრუნება ამ ეტაპზე სათანადო კონტროლის გარეშე სათანადო ეფექტს არ გამოიღებს და ამ გამოშვებაში ერთად განვიხილავთ ამას. რა არის არასწორი ტრამპის სანქციებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ? ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებ, გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Patchy News. პული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამერიკის სანქციები რუსეთის ნავთობზე კვლავ ამოქმედდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთი თვით მოხსნა ეს შეზღუდვები. ეს ნაბიჯი უდაოდ დააკმაყოფილებს უკრაინის მხარდამჭერებს ევროპაში, მაგრამ რუსეთს კვლავ აქვს მრავალი გზა, რომ გვერდი აუაროს ამ სანქციებს. და რაც მთავარია, თავად დონალდ ტრამპი იყო სანქციების ავტორი. ტრამპმა შექმნა უამრავი მექანიზმი. ამერიკის სანქციები ნავთობზე კვლავ ამოქმედდა ტრამპის შემდეგ. რუსეთის სანქციები ტრამპის მიერ კვლავ ამოქმედდა. შეზღუდვები ადმინისტრაციამ ერთი თვით მოხსნა. Министерство финансов США სანქციები რუსეთის ნავთობზე გასულ თვეში. ნავთობი და გაზი ფაქტობრივი ბლოკადის შემდეგ. ტრამპის ადმინისტრაცია ერთი თვის განმავლობაში ხსნიდა სანქციებს ან პასუხობდა კითხვებზე. ვიეტნამში ამერიკულ-ისრაელური თავდასხმები. ნავთობის მიმართ კვლავ. როსნეფტსა და ლუკოილზე გასულ წლის ოქტომბერში დაწესებულმა სანქციებმა მართლაც დააზიანა რუსეთის ნავთობის გაკიდვიდან მიღებული შემოსავლები. მაგრამ ეს ყველაფერი ნულზე დავიდა. და მაშინვე მას შემდეგ რაც ტრამპმა გააუქმა სანქციები, თუნდაც დროებით დემოკრატებმა განაცხადეს, რომ რუსებისთვის რაიმე შეღავათების მიცემა სულელური იყო. საერთოდ რა აზრი ჰქონდა ამას? მაგალითად, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ შეიძლებოდა უკეთესად მოქცეულიყვნენ. თუ მაინც მოუწიათ. ხო ასე მოხდა. რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ტრამპის ადმინისტრაციას მაინც შეეძლო მოეთხოვა, რომ ამ სანქციების მოხსნის ფარგლებში მიღებული რუსული ნავთობის მოგება განთავსებულიყო ესკრო ანგარიშზე და გამოყენებულიყო მხოლოდ საკვებსა და მედიკამენტებზე მაგალითად. ასევე შეიძლებოდა ოფიციალურად მკვეთრად დაეწიათ რუსული ნავთობის ფასის ზედაზღვარი, რათა შემცირებულიყო რუსეთის შემოსავლის ნაკადი. ანუ რუსული ნავთობის გაკიდვა მაინც მოხდებოდა, რადგან მასზე სანქციები მოხსნილი იქნებოდა, მაგრამ უფრო იაფად ვიდრე პუტინს სურდა. მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია იმდენად შეეშინდა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ომის შედეგების, რომ მაშინვე პანიკურად და უაზროდ დაიწყეს სანქციების გაუქმება. გახსენებთ, რომ რუსული ნავთობის გარდა ტრამპმა მოახერხა სანქციების მოხსნა ირანულ ნავთობზეც, რაც მილიარდების გამომუშავების საშუალებას აძლევდა მოწინააღმდეგეს ომის შუაგულში. ეხლა კი თვეზე მეტი ხნის შემდეგ ტრამპი აღადგენს სანქციებს რუსულ ნავთობზე და იწყებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას, რათა შეაჩეროს ირანული ნავთობის გაკიდვა. და იცით, ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. იმდენად მამაცია დონალდ ტრამპი, რომ გამოვიდეს და თქვას, ბიჭებო, მე შევცდი? მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპშიც კი ამ საკითხში ეჭვი ეპარებოდათ. შაბათამდე გაურკვეველი იყო, გაუქმდებოდა თუ არა სანქციური ნებართვა რუსეთისთვის. საბოლოოდ სამი დემოკრატი. სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯინ შახინი, სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის საბანკო კომიტეტის წევრი ელიზაბეთ უორენი. პარასკევს მათ მოუწოდეს ტრამპის ადმინისტრაციას არავითარ შემთხვევაში არ გაეხანგრძლიებინა ფინანსთა სამინისტროს საერთო ლიცენზიის მოქმედება. განაცხადეს, რომ ეს, ციტატა, საშუალებას აძლევს რუსეთს და მის თანამზრახველებს მიიღონ $4 მილიარდ მეტი. საბოლოოდ ტრამპის დროს სანქციები მაინც განახდა, მაგრამ არსებობს პრობლემა. ეს მოვლენა არ არის მიზეზი. მიზეზი საზეიმოდ აღნიშვნისთვის. ანუ ბევრმა ამოისუნთქა, თქვა, იყო სანქციებში პაუზა ერთი თვით, არ გაახანგრძლიwes ეს პაუზა, ესე იგი სანქციები განახლდა, ყველაფერი კარგა და შეგვიძლია მოვდუნდეთ. მაგრამ არა. დონალდ ტრამპმა შექმნა სიტუაცია, სადაც ყველას, ბოდიში სულაც არ აინტერესებს მისი სანქციები და მუქარები, მით უმეტეს რომ თვითონ საერთოდ ვერ აკონტროლებს მათ. ეხლა ყველაფერს აგიხსნით, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. აი ამ ერთთვიანმა პაუზამ, როცა სანქციები გაუქმდა, კიდევ უფრო უბიძგა ყველა რუს შუამავალს, რომ დაეტვირთათ სანქციების ქვეშ ყოფი რუსული ნავთობი.
ახალი სარგებლის მოლოდინში ლიცენზიიდან. თუ იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თითქოს მიანიშნა რომ მზად იქნებოდა თვალი დაეხუჭა რუსულ ნავთობზე, რათა შეემსუბუქებინა თავისი პოლიტიკის შედეგები ირანის მიმართ, ანუ ყველა მიცის რომ ტრამპმა უკვე დაანგრია ნავთობის ბაზარი ირანთან თავისი ომით და ნაკლებად სავარაუდოა რომ ის კიდევ სანქცირებულ რუსულ ნავთობსაც დაედევნება. როგორც ჩანს, ყველა მიცის რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. და აქ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. საუბარია სწორედ სანქციებზე, კონტროლზე. ხოლო ტრამპი ახლა არაფერს აკონტროლებს. ოღონდ მაგალითს, ისევ გასაგებად რო იყოს. წინა წლის ოქტომბერში ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა ორი მიზეზის გამო იმოქმედა. ანუ არა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი შემოიღეს, არა, ორი მიზეზი იყო. პირველი მიზეზი იყო აშშ-ს ზეწოლა ინდოეთზე, რომელმაც დაიწყო უარის თმა რუსეთისგან ნავთობის შეძენაზე, რათა არ გაეფუჭებინა ურთიერთობა ტრამპთან. მეორე მიზეზი იყო გლობალური მოთხოვნის ვარდნა, რამაც ინდოეთს საშუალება მისცა ნავთობი სხვა ქვეყნებიდან ეყიდა, განსაკუთრებული ზიანის გარეშე თავისი ბიუჯეტისთვის. ანუ ორი ფაქტორი დაემთხვა. სანქციებმა იმუშავა, ამ მომენტში ტრამპი ინდოაზე არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს. ინდოეთი ყიდულობს იმ ნავთობს, რომელსაც უბრალოდ მოისურვებს. და ბაზარი ისედაც შოქშია ნავთობის დეფიციტის გამო. და ეხლა, როცა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო ნავთობზე მოთხოვნა კოლოსალურია, ძალიან რთული იქნება ინდოეთის დარწმუნება, რომ ისევ შეწყვიტოს ნავთობის შეძენა რუსეთისგან. და არც ისაა ფაქტი, რომ ტრამპი ამას გააკეთებს, რადგან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების აღდგენა მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია და ახლა ნაკლებად სავარაუდოა რამეზე გავლენა მოახდინოს. კარგი, მოდით ამ სიტუაციას გრაფიკზე დავაკვირდეთ. ეს არის გრაფიკი, სადაც ჩანს რუსეთის ნავთობის მარაგები, რომელიც ტანკერებში ინახება და ზღვაშია განთავსებული. ანუ ის ნავთობი, რომელიც უკვე დატვირთეს ტანკერებზე, გაკიდვა ვერ შეძლეს და ეს ნავთობი სადღაც ღია ზღვაში დაცურავს. აი გრაფიკზე კარგად ჩანს, სწორედ იმ სანქციების ეფექტი. როცა სანქციები შემოიღეს გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, ნავთობი თანდათან დაიწყო დაგროვება რუსეთის ჩრდილოანი ფლოტის ტანკერებზე. რუსეთს მისი გაკიდვა ვერსად შეეძლო. ტანკერები სადღაც ინდეთსა და ჩინეთს შორის დრეიფავდნენ იმ იმედით, რომ ამ ნავთობს ვინმე იყიდიდა. შედეგად, როგორც გრაფიკზე ვნახავთ, რუსეთმა ღია ზღვაში დააგროვა 133 მილიონი ბარელი ნავთობი, რომლის ყიდვასაც არავინ აპირებდა. ის უბრალოდ გადმოიტანეს ტანკერებზე და ასე გაჩერდა სადღაც ზღვაში. მაგრამ როგორც კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ წლის 12 მარტს სანქციები შეამსუბუქა, ყველამ დაიწყო ამ რუსული ტანკერული ნავთობის ზღვისგან წავება. თითქოს ცხელი ხაჭაპურები იყოს, თანაც სამმაგი ფასად. შედეგად რუსეთის ფედერაციის ტანკერული ნავთობის მოცულობები სანქციებამდელ დონეს დაუბრუნდა. და როგორც არ უნდა ამტკიცებდეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესონი, რომ ეს არაფრით არ დაეხმარა რუსეთს, რომ პუტინმა არაფერი გამოიმუშავა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სისულელია. იმიტომ რომ პუტინს არ შეეძლო გაეყიდა მთელი ის ნავთობი, რომელიც სანქციების მოქმედების პერიოდში დაგროვდა. და ასე თქვა, რუსეთი უბრალოდ ნულზე გამოვიდა. და აი ის სანქციები, რომლებიც ოქტომბერში შემოიღეს, ეხლა საერთოდ არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს. ისინი უბრალოდ ნულზე გამოვიდნენ. საკითხზე, რატომ შეიძლება აშშ-მ გადაწყვიტა ეხლა ლიცენზიის არ გაგრძელება? შესაძლოა მათ დაინახეს, რომ გაკიდულმა რუსული ნავთობის ზედმეტმა რაოდენობამ მსოფლიო ბაზარზე ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. ასე რომ განსაკუთრებული აზრი ლიცენზიის გაგრძელებას აღარ აქვს. ასევე განსაკუთრებული პოტენციალიც აღარ დარჩა გასაყიდად, რადგან ტანკერებში არსებული მარაგები სანქციებამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა. ამასთან ერთად უკრაინული დრონების შეტევები ხელს უშლის რუსეთიდან ნავთობის სტაბილურ გატანას. და კიდევ ერთხელ თავისი ერთთვიან ნებართვით თუნდაც ის ამოიწურა, აშშ-მ მხოლოდ გააუარესა მდგომარეობა. რადგან ტანკერები მაინც დაიტვირთება მომდევნო შემსუბუქების მოლოდინში. პრეცედენტი უკვე არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ ის აუცილებლად განმეორდება. იმეორდება. მე დავტოვებ მრავალ წერტილს. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ, მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, ამ ვიდეოს აღწერაში წერია. მხარი დაუჭირეთ არხს ალექსეი პეჩი. აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზა. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.